კონსტიტუციური მონარქია ყველაზე კარგი ფორმაცია საქართველოსთვის. თუ გაინტერესებთ ეგეთი საკითხები, უყურეთ ჩვენს არხს. საქართველოს სამეფო კლუბის არხია და საუბრები მონარქიაზე. დღეს არის ჩვენი მეორე გადაცემა. და დღევანდელი გადაცემაც მინდა მივუძღვნა საერთოდ მონარქიას, კონსტიტუციური მონარქიას, სახალხო კონსტიტუციური მონარქიას ჩვენი პლატფორმა ესეთია, ჩვენ გვინდა რომ ესე იგი საქართველოში დამყარდეს სახალხო კონსტიტუციური მონარქია და არა აბსოლუტური მონარქია და არის კონსტიტუციური მონარქია, იმიტომ რომ ჩვენ წინააღმდეგები ვართ ყოველგვარი წოდებების, ყოველგვარი რაღაცა ფორმაციების და ყოველგვარი უთანასწორობების. ანუ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა და დემოკრატიულ ქვეყანაში საქართველოს უნდა მართავდეს კონსტიტუციის დაყრდნობით, რა თქმა უნდა, მეფე და მეფე უნდა იყოს ერთადერთი გარანტი. ჩვენი სახელმწიფოების გარანტი უნდა იყოს და იმის გარანტი უნდა იყოს, რომ ჩვენ ვიქნებით სულ. ეს რატო ახლა ასე? ეს იმიტომ, რომ ჯერეთი ჩვენ ქართველები ვართ და ოდითგანვე მოგგვამს მეფისადმი სიყვარული, ჩვენ მეფეებს ჩვენ და საბედნიეროდ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც კი ჩვენი ისტორია არსებობს. კი ყოლია ხანდახან ყავდა სუსტი მეფეებიც, მაგრამ უმეტესად ძლიერი მეფეები ყავდა, ისეთი მეფეები ყავდა, რომლებიც ერს აძლევდნენ, ესე იგი, მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა და როგორ უნდა შეეწირა და გაეწირა თავის საქართველოსათვის. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც 12 წმინდანი მეფე ყავდა. 12 წმინდანი მეფე და 12 წმინდანი მეფე არც ისე პატარაა, წარმოიდგინეთ თქვენ, ესე იგი, ამხელა ასეთ პატარა ქვეყანაში საკმაოდ დიდი ისტორიით, რომელსაც ესე იგი სახელმწიფოებრიობას ახლა ვიღაცა გავამედავება, როგორც ადრე გავამედავა, ჩვენ 8000 გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოებრიობის ჩვენ 3500 წლის ისტორია გვაქვს, მეტი არა გვაქვს. დოკუმენტებზე დაყრდნობით 100-ია და 100-ია იმ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ გაგვაჩნია და რაც დავუშვათ, რაც ვიცით დავუშვათ საერთოდ წყაროებიდან, უცხოური წყაროებიდანაც. ანუ ეს 3500 წლის პირველი მეფე, როგორ მოხსენებულია ჩვენს იმაში, რა ვქო მაგას ისტორიაში, ეს არის აიეტი, მედიას მამა, რომელიც ესე იგი კოლხეთს განაგებდა და საიდანაც მე ბერძნებმა მოკტაცეს, მოკპარეს ეს ოქროს საწმისი და მედიაც თან წარიყოლეს. აქედან მოყოლებული ჩვენ სახელმწიფოებრიობა არ შეგვწყვეტია მე-19 საუკუნემდე. მე-19 საუკუნეში ეს აქტი, ეს რა ვიცი, როგორ მოუნათლო, არ ვიცი, მოთხოვებით თუ რა ვიცი, ძალით გამოყენებით ჩვენ ესე იგი დაგვათმობინეს ის, რაც 3500 წლის განმავლობაში ესე იგი გვასრულებდა ჩვენ და ჩვენ ესე იგი ჩვენ სახელმწიფოებრიობას ქმნიდა, ასე თქვა. წარმოიდგინეთ თქვენ 12 წმინდანი მეფე, რომელიც ესე იგი საქართველოსთვის იყო თავგადადებული, რომლებიც მიდიოდნენ, შეგნებულად მიდიოდნენ იმ სიკვდილზე მიდიოდნენ, ასე თქვა, ხელი მოაწერეს იმ სიკვდილს, საიდანაც იცოდნენ, ვერ დაბრუნდებოდნენ ცოცხლები, მაგრამ გადაარჩინეს თავისი ქვეყანა, გადაარჩინეს თავისი ერი, გადაარჩინეს. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ქართველები ზუსტად ის ფორმულა, რაც მეფობის ფორმულა ალბათ გახსოვთ ყველას, მეფე უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ხალხი მეფეს, საქართველოში სულ მართლებოდა და სულ ამართლებდა. ჩვენ ისტორიის სადმი არ ვართ გუგლად განწყობილები, რამოდენიმე წიგნის და უამრავი ასეულობით სტატიის და პუბლიკაციის ავტორი გახლავართ. და ძალიან ბევრი არზა და ძალიან ბევრი დოკუმენტი მაქვს წაკითხული გასული საუკუნეების ფეოდალური ურთიერთობაზე და იმ დამოკიდებულებაზე, პატრონულ დამოკიდებულებაზე, რომელიც საქართველოში იყო. მე კიდევ ერთხელ მიმეორებ, საქართველოში პატრონული დამოკიდებულება იყო, მაგრამ თა ბოლომდე მაინც ვერ მოიკიდა ფეხი, იმიტომ რომ ჩვენი ადაწესებიდან გამომდინარე და წესი და რიგიდან გამომდინარე არავინ არ აღღვევდა თავის წესსა და რიგს და ყველა იდგა იქ, სადაც თვითონ მდგარიყო, ყველა აკეთებდა იქ საქმეს, რაც თვითონ ეკეთებინა. და აქედან გამომდინარე, ამანაც განაპირობა ისო ჩვენ საქართველო
მთელ მსოფლიოში ვარ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ მოხდა არც ერთი გლეხთა აჯანყება სოციალურ ნიადაგზე, არ ყოფილა არც ერთი. თუ არ ჩავთვლით ერთ სვანეთის აჯანყებას, როცა ესე იგი გლეხები აუჯანყდნენ თავადაზნაურობას და გამოყარეს და მოხდა მიგრაცია მაშინ, მოხდა ძალიან დიდი მიგრაცია სვანეთიდან და გადანაწილდა ეს თავადაზნაურობა გადანაწილდა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ქართველები ცოტა სხვანაირად ვუყურებდით, ჩვენი პატრონი იყო, მეფე იყო ჩვენი პატრონი. პატრონი იმდენად პატრონი იყო, ძალიან ბევრი აზამაკ წაკითხული, სადაც რომელიღაც ეხლა ყოველთვის ხდებოდა და დღესაც ხდება ესა და ეხლა ჩაგვრა და დაუშვათ უთანასწორობა და უსა ყოველთვის იყო. და მით უმეტეს ეხლა 500 წლის წინ და 700 და 850 და გინდა 300 წლის რო ყოფილიყო ეს ამაში არ გასაკვირი არც არაფერი არ არის დღეს, აი დღევანდელ რეალობაში და დღევანდელ დღესაც აი რო გავიხედოთ ნებისმიერ წარმოებაში, ნებისმიერ სამსახურშიც ხდება, დღესაც ხდება რაღაც ესეთი ჩაგვრები და ესეთი რაღაც პატარა რაღაცები, რომელიც არ განაპირობებს დაუშვათ სურათს არ ქმნის, იმის სურათს, რომ ესე იგი რაღაცა ცუდი დასმები გამოვიტანოთ. ხო და იყო ესეთი შემთხვევები, როცა ესე იგი გლეხს ჩაგრავდა თავისი ბატონი მიდიოდა მეფესთან, მეფესთან ჩიოდა და მეფე ერთ მაგალითი მინდა, ერთადერთ მაგალითს მოიყვან ერეკლეს ესე იგი მიწერა გლეხმა იჩივლა ერეკლესთან იჩივლა ბატონიო ჩაგრავსო. ხო და ნუ განიხილა ერეკლემ ეს ყველაფერი და დაუძახა დივანბეგს და დაავალა დიობეგო იესეო გლეხსო ნუ დამიჩაგრავა და მიხედავ გლეხსო ესე იგი იმიტომ რომ გლეხი ჯერეთი წესი და რიგი იყო ჩვენ ყოველთვის ქონდა ეს წესი და რიგი და ამას არ ვარღვევდით არასოდეს არ ვარღვევდით და აქედან გამომდინარე ყველა მიცოდა თავისი ფუნქცია და ის იმაზე მეც არ გადაახტევინებდა და არ გააკეთებინებდა რაც წესი და რიგით ეკუთვნოდა ამა თუ იმ გლეხს ეს გლეხმაც იცოდა და მეფემაც იცოდა და თავადმაც იცოდა აზნაურმაც იცოდა ხანდახან იყო ეგეთ რაღაცები რო ეგეთ რაღაცებს ეხლა როგითხრა გადასარევი იყო მეთქი ყველაფერი და ყველაფერი შეხმატებულად ცხოვრობდნენ მეთქი ეს არ იყო ასე იქა მაშინაც იყო და დღესაც არის მაგრამ ეს ამის არ ქმნიდა ამის არ ქმნიდა და იმის საბაბს არ იძლეოდა რომ დაუშვათ გლეხები აჯანყებული იყვნენ და ესე იგი რევოლუციები და რაღაც ესეთი რაღაცები მოეწყო თავიანთი მეფის ან დაუშვათ თავიანთი ბატონების წინააღმდეგ. ეხლა რატო თქვი ეს მე? ეს იმიტომ თქვი, იმიტომ მოვყევი ეს ყველაფერი, რომ ესე იგი ჩვენ საფუძველი არ ქონდა იმისა, რომ მეფე არ ყვარებოდა. არ იყო იმის საფუძველი, არასოდეს არ იყო. კი იყო რამოდენიმე მეფე ყავდა, უხეირო მეფე ყავდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი მეფეები ჩვენი იყო, ჩვენი ფარველები იყვნენ. ჩვენ პატრონები იყვნენ ჩვენი. და აქედან გამომდინარე, ესე იგი ჩვენ რატო მოვყევით ასეთ სამართლო გარემოში და რატო დაუშვათ, რატო 1000-ლოვანი 1000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს ჩვენს ბაგრატიონებს მეფობის და ამაზე ყველაფერს დღესაც უარს ვამბობ. დღესაც უარს ვამბობ, რატო რის ხარჯზე ვამბობ თუ არს ვიღაცები მეუბნებიან და გვეუბნებიან რომ ესე იგი მეფის შენახვა ძვირი ჯდებაო. როგორ ჯდება ძვირი? პრეზიდენტის შენახვა არ ჯდება ძვირი. პრეზიდენტს ყოველ 5 წელიწადში თუ 4 წელიწადში თუ რამდენი არ ვიცი არც მაინტერესებს 4 თუ 5 წელიწადში ერთხელ არჩევნები ტარდება, იმ არჩევნების ჩატარების წინა მომზადების პერიოდში რამდენი თანხა იხარჯება, რამდენი ენერგია, რამდენი ნერვების ყვეტა, რის გამო მე 5 წელი თუ 4 წელი უნდა იყოს ადამიანი სკამზე, რომელზეც ძალიან რბილათაა და თბილათაა კონსტანტინიმისი ზვიად გამსახურდია შემდეგ ფაქტურად ჩვენ არ ყოლია არც ერთი პრეზიდენტი, რომელიც დაუშვათ რაღაც გამოდგომოდა თავის ქვეყანას, ყველა თავისი ნუ კიდე რაღაცა ქონდა გაფხაკურება ზოგიერთ პრეზიდენტს, მაგრამ ძირითადი მისი პრეზიდენტების იყვნენ სულთა ასე ვთქვათ ფორმალურები, რომლებიც ვერაფერს ვერ აკეთებდნენ და მე ესე 5 წლის მერე იწყებენ სხვის და ეს ადამიანი, რომელიც ვიცის რომ 5 წლით იქნება, დაუშვათ 10 წლით იქნება
ამ იმაზე პოზზე ის ფიქრობს იმაზე, რომ დაუშვათ რაღაც კეთილი იმის კი არ ფიქრობს, აქვია რაღაცა რო შექმნას, ალბათ თვითონ მოიწყოს, კეთილ მოიწყოს თავისი ცხოვრება, გაიუმჯობესოს თავისი პირობები და შემდეგ პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგ როგორ იწყოს მაგაზე ფიქრობს. და ნაკლებად ეხა არ დამიწყოთ რაღაცები ერთ თუ არა და გადახედეთ პრეზიდენტებს და იქიდან გამომდინარე გააკეთეთ დასკვნები. ყველა ასია. ყველა ასე არც ერთი ეხლა არ დამიწყოთ ის რაღაცა რომ ეს რაღაცა ეს ფიქრობდა, არც ერთი არ ფიქრობდა. არც ერთი არ ფიქრობდა და არც ერთი არ ქონდა გათავისებული. რომ ესე იგი ეს ქვეყანა თავისად არ ქონდა გათავისებული და ჩვენი დიდი დანაშაული სწორედ იმაშია, რომ ეს ქვეყანა ვერ გავითავისებთ. ბიჭო, 3 მილიონი ნახევარი ქართველი ვართ, კაცო, 3 მილიონი ნახევარი ქართველი. გაყოფილი, გახლეჩილები ვართ, ერთმანეთს ვჭამთ, ერთმანეთს ესე იგი, ვიცი, დღეს ვნახე რაღაც გადაცემა რა რეპორტაჟი ვნახე, დაერინენ ერთმანეთს რისი გულისთვის. ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ იქ ვიც მოვა ეხლა იქ აიბას მერე ის თელეგრამი ფიქრით ესე იგი უსკდება თავი, ხალხზე ფიქრით უსკდება თავი და სახელმწიფოზე ფიქრით უსკდება თავი, კაცო. ამას ვერ დამაჯერებს ვერავინ, კაცო. მინდა დავიჯერო, მინდა თითოეული თქვენ გარის წამდეს მინდა პოლიტიკოსებს მიუმართავ ეხლა ყველა პოლიტიკოს. არა მნიშვნელობას რომელ ხარეს იდგება, კაცო. ბიჭო, ხო შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ, კაცო, 3 მილიონი ნახევარი ქართველი ვართ, კაცო. მეტი ხო არა ვართ, არა? ბიჭო, გერმანია, დანგრეული გერმანია, მიწასთან გასწორებული გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 7-8 წელიწადში ფეხზე დადგა და ეკონომიკა ააყვავა, კაცო. ჩვენ 35 წელია, 35 წელი რამდენი პრეზიდენტი მოიცვალეთ, კაცო. 35 წელია ვაშენეთ ამ ქვეყანას, და ვერ ავაშენეთ, რა გახდა ამისთან აუშენებელი, კაცო. ხო შეიძლება რომ რაღაცა შეთანხმებაზე მივიდეთ, კაცო. რაღაცა შევთანხმდეთ რაღაცაზე. ბიჭო, ერთმანეთს მეგობრები გადაემტერნენ, მეზობლები გადაემტერნენ, ნათესავები ემტერებიან ერთმანეთს რისი გულისთვის. პოლიტიკური შეხედულება, ერთი პოლიტიკური შეხედულება უნდა გქონდეთ ყველას, თითოეულ თქვენგანს. ერთი პოლიტიკური შეხედულება ეს არის საქართველოა და ჩვენი ერია, ჩვენი ქვეყანაა, კაცო. ეს უნდა გადავარჩინოთ, ამას უნდა მივხედოთ, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს უნდა მივხედოთ, კაცო. რა შევით ვერ გავიგე, რას ვაკეთებთ ვერ გავიგე, რატო, კაცო, რატო, თორე კი, რატო? ამას პატრონი უნდა, თავი უნდა, კაც ზევით უნდა ერთი თავი, რომელიც უპატრონებს ამას. უპატრონებს, იცის, ესე იგი მეფე მიცის, ეს ქვეყანა მისია. ეს ქვეყანა მისია. იცის, მისი შვილიც, მისი შვილისა, შვილს და შეუნახოს ესა. ესე იგი, შეიძლება ერთი მეფეა, ეხლა მე არ გეუბნებით იმას, რომ მეფემ უნდა ბრძანებდეს და რაღაცა დაარტყას ისა და ისინი არიგოს, აქვია, ტიტულები არიგოს და რაღაც თავადობები და ისე და ყმამამული დაურიგოს იმას ხას ეს დღეს უკვე ძალიან ესეთ რაღაცები აღარ მოხდება, იმიტომ რომ ეს არის სისულელია 21 საუკუნეში, როცა ესე იგი ეგრე ხალხი მარზე აპირებენ იმას, აქვია, მაგას სასტუმროების აშენებას ამ პერიოდში ეხლა რა დროის თავადაზნაურობაა და რა დროის დაუშვათ ტიტულებია და რა დროის დაუშვათ ადგილმამულების ის არის, აქვია, პირიქით ეს უნდა იყოს რაღაცა წახალისების მიზნით, ეს უნდა იყოს ისეთი საპატიო რაღაც წოდებები უნდა იყოს, რომელიც ხოლმე თავის ადამიანს, როგორც ინგლისშია დაუშვათ, როგორ უნდა იყოს, ხოლმე როცა სიოცვეში გქონდეს რაღაცა საპატიო ტიტული და შემდეგ ესე იგი სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობით აღარ გადავიდეს ეს ყველაფერი. ეს უნდა იყოს ჩემი აზრით, ეხლა მე ბევრს არ შეგაწყებს დღეს თავს ეგეთ რაღაცების განხილვით. უბრალოდ რამოდენიმე ჩვენი მე სამეფო კლუბის წევრი გახლავართ და სამეფო კლუბს აქვს თავისი საიტი აქვს. შეგიძლიათ გაეცნოთ, ძალიან კარგი საინტერესო თემები იშლება ამ საიტზე და ძალიან საინტერესო საიტია. ვისაც გაინტერესებთ ეგეთი საკითხები, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ საიტს და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენთ. ისეთ რაღაცებს აღმოაჩენთ, რომელზეც წარმოდგენას შეიძლება არ გქონდათ არასოდეს. იმიტომ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და შეგიძლიათ გაეცნოთ. აი, დაუშვათ ესეთი რაღაცა, რა ქვია,
საქართველოში მეფობის აღდგენა და კონსტიტუციის სახალხო მონარქიის დამყარება დღეისათვის ბევრს სრულ წარმოუდგენლად ეჩვენება, მაგრამ საბოლოოდ რას გადაწყვეს ქართველი ხალხი მომავალში, შესაძლოა ახლო მომავალშიც უცნობია. არავის ძალუს წინასად გაჭრიტოს ყველა გამოწვევა, რომლებიც მომავალში დადგება ქართველი ხალხს და ქართულ სახელმწიფოს წინაშე და როგორ იქნება ამ გამოწვევაზე პასუხი ქართული საზოგადოების მხრიდან. სახელმწიფოს მართვის ნებისმიერი ფორმა პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს ავტოქთონი და ასევე საუკუნეების მანძილზე ნატურალიზებული მოქალაქეების ინტერესებს. მათ საომავლო გეგმებსა და გამომდინარე უნდა იყოს ისტორიაში თავს გადამხდარი საამაყო და ღირსეული მემკვიდრეობიდან, რაზეც ძირითადად არის დაფუძნებული ყველა ქვეყნის საზოგადოების ფსიქოლოგიური და ზოგადად საეცოცხლო ინტერესები. ეს ძალიან საინტერესოა. ახლა მე გიკითხავთ ბატონ გაიოს მამალაძის სტატიას, რომელიც გამოქვეყნდა ჩვენს საიტზე და აქ მოკლედ ციტირებას ვაკეთებ. უბრალოდ ბატონ გაიოს მამალაძის ესე იგი სტატიიდან. დღეს საქართველოს უდიდესი პრობლემის წინაშე დგას საქართველოს უდიდესი ასადგენია საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთსა და ჩრდილოეთ ქართლში. მანამდე აღსადგენია ესე იგი აღსადგენია ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის პრობლემები და ჩვენი ამ ხალხების ურთიერთობაში შექმნილია გარე მტრების მიერაა შექმნილი, რა თქმა უნდა, თავს მოყოლი ის არის ეს პრობლემა, რომელიც არასოდეს არ ქონია ჩვენ მე-19 საუკუნემდე და რომელიც მე ძალად მოგვახვიეს თავს. და ამის ერთ-ერთი გადაწყვეტა მე მგონი ალბათ უფრო მონარქს შეუძლია, იმიტომ მონარქი აერთიანებს ქართველ მეფეებს ტიტულატურაში ეწერათ ეს, რომ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რათა, კახთა და ასე შემდეგ. ბევრი აფხაზიც მხარს უჭერს ამ იდეას და ბევრი ოსიც უჭერს მხარს, იმიტომ რომ აფხაზებმა იციან, რომ თავის მეფე აფხაზთა იწოდებოდა და ოსებმაც იციან, რომ ქართველ ბაგრატიონთა სისხლში, ესე იგი, ოსური სისხლის ურევია და ნათესაობას ვთვლიან ესენი და აქედან გამომდინარე ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ესენი ესე დაგვიჭერენ მხარს და იმას, რომ ჩვენ გავერთიამდე და გაერთიანებული სახელმწიფო შევქმნათ. რა თქმა უნდა, რესპუბლიკურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ჩვენ ისე და ესე გიმეორებ ჩვენ კონსტიტუციური ვერტიკალური მონარქია გვინდა და არ გვინდა ესე იგი უთანასწორობა იყოს სახელმწიფოში, ეს იყოს აბსოლუტურად თანასწორ უფლებებზე დამყარებული და დაფუძნებული სახელმწიფო. უბრალოდ მეფე არის ამ შემთხვევაში არის გარანტი, სახელმწიფოების გარანტია და იმის გარანტია, რომ ესე იგი ვერავინ ვერ მოინდომებს ამ ქვეყნის არასწორად წაყვანას, იმიტომ რომ მეფე არასოდეს არ მისცემს არავის უფლებას, რომ ესე იგი ეს ქვეყანა ასე ვთქვათ ჩიხში შეიყვანოს და ასე ვთქვათ გადაჭეხოს უსხულში, იმიტომ რომ ის უნდა იყოს კი არა იქნება თავისი ქვეყნის და თავისი სახელმწიფოს პატრონი იქნება. პატრონი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი დაუდგება გვერდში და უნდა ვაშენოთ, უნდა ავაშენოთ. ახალი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, ახალი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, ახალი იდეებით, ახალი ჩვენ ერთი რამ არ გვაქვს ქართველებს და ეს იმის ბრალია ყველაფერი, აი მოყოლებული დაუშვათ 90 წლების დასაწყისიდან ჩვენ ვერ ჩამოყალიბდით რას ვაშენებთ, რა გვინდა არ ვიცი. არ ვიცით რა გვინდა, თითოეულ თქვენგანს თითოეულ იმას შევეკითხოთ, ეხლა რა გვინდა, იდეოლოგია არა გვაქვს. ეროვნული იდეოლოგია არა გვაქვს ჩვენ უნდა შევქმნათ პირველ რიგში ეროვნული იდეოლოგია უნდა შევქმნათ და ამ ეროვნული იდეოლოგიას და ავაგოთ მე მთელი სახელმწიფო და ეს თავისი პოსტულატები რაც დაუშვათ ამათუ სახელმწიფოსთვის არის საჭირო და აშენებს ამ სახელმწიფოს. ჩვენი ეროვნული იდეოლოგია ჩვენი შეხედულებით უნდა იყოს მონარქი უნდა იყოს და მონარქიული სახელმწიფო, როგორც გითხარით, სახალხო დემოკრატიული კონსტიტუციური მონარქია უნდა იყოს, ვერტიკალური ხაზით და ამას თუ ვივახცევთ, ესე იგი იდეოლოგია გვექნება, შესაფერისი და შესაბამისი იდეოლოგია,
დამირწმუნეთ, რომ ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. თავარია პირველ რიგში შერიგება და მონარქი იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ შევრიგდებით. უნდა დაალაგდეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ. უნდა დავიწყოთ ჩვენი სახელმწიფოს შენება უნდა დავიწყოთ, რომელიც 200 წლის წინ შეგვიწყვიტეს შეგდებულად და შეგვიწყვიტეს ისე რომ ესე იგი სადაც წაგვართოს ყველაფერი და მარტო ტერიტორიულად კი არა, ტერიტორიაც რა თქმა უნდა, ტერიტორიები ძალიან ბევრი ტერიტორია დავკარგეთ, მანამდეც დავკარგეთ ყველა დამპყრობელი, რომელიც შემოდიოდა საქართველოში, რაღაცას წიწკდიდა, ასე თქვა, შაგრინის ტყავით, ვიღაცამ რაღაცა წაგვართვა, ვიღაცამ და მე არავინ არაფერს არ მიბრუნებს არასოდეს. რამდენი ტერიტორია გვაქვს წარწმული და გასწრებული კაცმარის არავის ერთი ტყაველი მიწა არ დაუბრუნებია და იმის იმედიც არ მაქვს, რომ ეხლა ვიღაცა დაგიბრუნებს ამაში. მაგრამ მარტო ამაზე არ არის საქმე, მარტო ტერიტორიებზე კი არ არის, მენტალობაზეც იმოქმედა აი დამპყრობელმა, ჩვენმა ბოლო დამპყრობელმა, რომელმაც მენტალობა შეცვალა, ჩვენი აზროვნება შეცვალა და იმის ბრალია 19 საუკუნეში ძალიან ავირებებით, ასე ვთქვათ, ქართული მენტალიტეტი თავის ბუნებრივ გზას აცდა და წავიდა სხვა მიმართულებით წავიდა, საერთოდ არ უნდა წასულიყო. და ამან გამოიწვია მე ყველაფერი დღევანდელი ეს ყველაფერიც იმის ბრალია. დღევანდელი არეულობებიც იმის ბრალია და ყველაფერი დღეს არ ჩვენ თავს გვაქვს, იმის ბრალია ჩვენ მენტალიტეტში მოვახდინეთ რევოლუცია სამწუხაროდ და ძალიან ცუდად მოვახდინეთ რევოლუცია ისე რომ ესე იგი ჩვენ თვითონ ჩვენს ქვეყანას ვმტრობთ დღეს რაც ხდება გუშინაც ხდებოდა და გუშინცი და 35 წელია რასაც უყურებ და 200 წელია რასაც უყურებ ჩვენ ერთადერთი რაც კარგად გამოდის ეს არის ჩვენი საკუთარი თავის და ჩვენი მოყვასისადმი მტრობა მეტი კარგი არ ვიცი მე ვერ დავინახე ვერაფერი ეს ყველაზე კარგად ეს გამოდის ჩვენ შეგვიძლია ესე იგი ჩვენიანი უფრო კარგად დავამართლოთ ვიდრე სხვისიანი ეს არ გამოვა ეს შორს არ წაგვიყვას და ცუდადღილზე უკვე მივდივართ ცუდადღილზე ფაქტურად უკვე გადაშენების გზაზე ძალიან ცუდი ის გვაქვს სიტუაცია გვაქვს თელ სახელმწიფოში ეს უბრალოდ ეს მიწების გაყიდვა რომელიც უცხოელებზე მე არა ვარ ის საქმე მაგას რასისტია ნამდვილად არა ვარ და ვერ დამაბრალებს ვერავინ მე ტოლერანტი ვიყავი ჩემი დღედამოსრება მე ხარ შემთხვევაში მე ჩემზე კი არა მაქვს ლევან ბერაზი ლაპარაკი მაქვს საერთოდ ქართულ ერზე ჩვენ ვიყავით მინტეროლები ვიყავით შემწყნარებლები და ვეგუებოდით სხვა ეროვნების ხალხს და ვეგუებოდით სხვა ამსარებლობის ხალხს რადგან დავით აღმაშენებელი რა დღის რომ ესე იგი იმაში რა ქვია იკაბათებოდა დაუშვათ სინაგოგაში ებრაელებს და დაუშვათ მე მეჩეთში მუსულმანებს და არც ერთი ჩაგურა ებრაელებს არ განუსტია და არც არავის არ განუსტია მაგრამ საქართველოში სტუმრად თუ მოვა ადამიანი უნდა დავხვდეთ მოყრულად რა თქმა უნდა ახლა ვინც ცხოვრობს საქართველოში და საქართველოსთვის სისხლია დაღურილი და საქართველოსთვის თავი გაუწირავს და ძალიან ბევრია ეგეთი მაგალითი რაზეა ლაპარაკი ჩვენი ხალხია და ჩვენი სისხლხორცია ეგეთი მაგრამ ბიჭო ქართველები მიდიან გადინება ხდება ქართველების საქართველოსთან ძალიან დიდი რაოდენობით ამ დროს ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის უცხოტობი შემოდის ბიჭო მიყვარს მე ყველა მიყვარს მაგრამ ჩემი ყველაზე უფრო მაგრამ მიყვარს აქ ცოტა ხანში რომ აღარ იქნება ქართველი და უცნაურობაში აღმოჩნდებით და მე რა ქვია ჩვენს იმას აქვია ქვეყანას საქართველოს ერქვა ან ჩვენ ავირებით დაუშვათ სხვებში ქართველები აღარ გვერქვა რა თქმა უნდა და რა დავხუროთ ჩვენი ისტორიის წიგნი დავხუროთ და დავაწეროთ რომ всё დასასრული დავაწეროთ თუ რა ვქნათ როგორ მოიქცეთ რომელი ჯობია არ დავკეტოთ ჩვენი წიგნი და გავაგზავნოთ ჩვენი ისტორია და ჩვენი
თუ დავყიდოთ ეს ყველაფერი და თქვათ რომ ჩვენ ქართველები აღარა ვართ და ჩვენ ვერ შევინარჩუნდეთ ეს ყველაფერი რა ჩვენმა მეფეებმა თუ ჩვენმა წინაპრებმა სისხლით და ოფლით მოიპოვეს და აქამდე მოგვიტანეს. აქამდე მოვიტანე და ეხლა რა ვქნათ ეხლა? ჩავაბაროთ ყველაფერი სხვებს და ვთქვათ რომ დავუშვათ ყველა მთელი მსოფლიო ერთი უნდა ვიყოთ და კი ვიყოთ ბატონო ერთი ვიყოთ ვიმოგობროთ, მაგრამ ის როცა ვიღაცა ბევრი რომ არის, ბევრი და შენ ცოტა ხარ. დავუშვათ ზღვაში რომ ერთი წვეთი იოდი ჩაასხა, რომელს დააგდება ზღვას თუ იოდს? იოდი დაიკარგება. სხვას არაფერი არ შეეთყობა. ასე ვარ ჩვენც. გავიცი აბა, ჩვენ გვინდა ჩვენ ისეთი ხალხი ვართ საერთოდ ვიღაცა გვინდა რა. ვიღაცა გვინდა, პატრონი გვინდა. პატრონში მე არ გულისხმობ. ხელის დარტყმას, ჩვენ მე გულისხმობ, ჩვენ გვინდა ზნეობრივი გმირი გვინდა. ზნეობრივი გმირი, რომელიც მაგალითს მომცემს, მე მომცემს მაგალითს იმისა, რომ ესე იგი იმის უფლებას არ მომცემს, რომ ცუდი უღისი საქციელი ჩავატარო. თავის ზნეობრივი გმირი იმისია, რომ ესე იგი შენ მაგალითს გაწევს, ზნეობის და ზნეობრივის მაგალითს გაწევს. მე ასეთად პირადად მე ვესახება მეფე, რომელიც იქნება ჩვენ თავის ქვეყნის პატრონი და ბატონი იქნება. აი ეს იყო სულ რაც უნდა მეთქვა, ჩვენ ეს გადაცემა დავიწყეთ უკვე დღეს მეორე გადაცემაა ამ თემაზე. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი საუბრები მონარქიაზე, სახალხო კონსტიტუციური მონარქიაზე, ასე ქვია ჩვენ გადაცემას. მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი ლევან ბერაია. ჩვენი არხია სამეფო კლუბის არხი და გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube გვერდზე. მადლობთ ყურადღებისათვის.